ქართული ოცნების წარუმატებელი წინასაარჩევნო კამპანიაში და ქართლის რეგიონში და კოალიციის დაბნეული ლიდერები. ივანიშვილის გამოჩენამ კონფლიქტის ზონის სოფლებში მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. ადგილობრივებმა ოცნების ლიდერს მერეთში საარჩევნო პროგრამაზე საუბრის საშუალება არ მისცეს. მერეთელებმა ოლიგარქს 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული გმირები შეახსენეს და პრორუსული კურსის გამო სოფლის დატოვება მოსთხოვეს. მერეთიდან ივანიშვილი ტყვიავში დაღუპული გმირების მემორიალთან შეჩერდა. ქართული ოცნების ლიდერმა ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაღუპული გმირების არც სახელები იცოდა და არც ისტორია. მას ტრაგიკული მოვლენების დეტალებს ალასანია აცნობდა. ისტორია მოუღია ბატონ ბიძინას. გორის რაიონის სოფელ ტყვიავში ქართული ოცნების ლიდერის გამოჩენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოულოდნელი იყო. ტყვიავში ვიზიტი არც ქართული ოცნების პრესსამსახურს დაუანონსებია. ტყვიაველები თვლიან, რომ ივანიშვილმა დაღუპულ გმირთა მემორიალთან მისვლა მერეთში მისი გაკრიტიკების შემდეგ გადაწყვიტა. მილიარდერმა ამით მისი პრორუსული იმიჯის გაბათილება სცადა. ალბათ ივანიშვილმა იფიქრა და დანაშაულის გამოსხების მიზნით მოვიდა მემორიალთან. არავინ არ იცოდა თუ მოსვლას აპირებდა. მოვიდა დაათვალიერა, ხალხს არ შეხვედრია, არ უსაუბრია და წავიდა დასკდნენ მანქანით წავიდა. მე მეგონა რომ ყვავილებით შეამგეს და მე რო წავიდნენ სპეციალურად გამოვედი ვნახე და არ იყო ყვავილები და რო შევედი ვთქვი რომ ყვავილებიც არ მოუტანიათ მეთქი. ეს იყო მივხვდით რომ შემთხვევით ეხება რაღაცა დაინტერესება თავიანთ მხრიდან. კოალიციის ლიდერი ტყვიავში მემორიალთან ახლოს ფოსტის თანამშრომლებსაც გაესაუბრა. ფოსტის თანამშრომლებს ივანიშვილის კორტეჟი სამთავრობო ეგონათ და გარეთ ამის გამო გამოვიდნენ. საერთოდ არაფერი არ ვიცოდით. შემთხვევით ხალხ მუშაობთ, გამოვედით, დავინახეთ ხალხი რო შეგროვდა ჯიპებით უცხო მანქანები დავინახეთ და გვეგონა ვიღაცა თარობის წარმომადგენელი მოვიდა და გამოვიდა რომ გვაინტერესებდა რა ხდებოდა ახლა სოფელია და დავინახეთ მე ბიძინა იყო სხვა არაფერი, არანაირი გასაუბრება, არაფერი არ მოხდა და საერთოდ წამიერი გამოვლა იყო. ეს იყო შემთხვევით გამოვლილი, ასე ვთქვათ, მერეთთან რომ წამოვიდა ალბათ, აი ასე ჩავთვალეთ ჩვენ. არა, საერთოდ არ ვიცოდით და სოფელმაც არ იცოდა დარწმუნებული ვარ. ჩვენ შემთხვევით სამსახურია ჩვენი და დავინახეთ რომ გაჩერდა მანქანები და გარბოდნენ და ეს გაქცევა რომ დავინახეთ, იმიტომ გამოვედი. გვეგონა რომ იქნება სააკაშვილი მოვიდაო. იმიტომ რომ ხდება ხოლმე ესე მემორიალებთან გაჩერება და ყვავილების მიტანა თქო და მე დავაკვირდით მივხვდით რომ ბიძინა იყო და ახლა არც მოვსულ ვართ. იმიტომ ისიც დავაფიქსირე მე ეგრე მივხვდი რომ დაცვა არ უშვებდა არავის აი ბიჭებს იქ 2-3 ბიჭი იყო ბირჟასთან და ისინიც არ მოუშვეს ახლო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსულ აგრესიას 4 ტყვიაველი სიცოცხლე ემსხვერპლა. 10 წლის წინ კი ამავე სოფლიდან 7 ახალგაზრდა ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს სოფელ ფრისში დაწვეს. მალხაზ გიგუაშვილი 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს ერეთთან მოკლეს. ის ქართულ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. გიგუაშვილის მშობლებისთვის პრორუსული გეზის მქონე პოლიტიკოსის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა მიუღებელია. თუ პატრიოტია, რატო არ დადება 2008 წელს, როცა ჩვენი შვილები დაიღუპნენ. რატო მაშინ არ გამოჩნდა და იმის შემდეგ სად არის, სად ბრძანდება? ერთხელ მოუკითხია ომის დაღუპული მშობლებისთვის მიუკითხია, ანუ თქვი რამე რა გიჭირთ, ან ვინ დაღუპა, ან როგორ. რა შუაში ვინ დაიწყო რუსეთმა. მე აქ ვიყავ, არც ერთი წამი არ გავსულა და ვიცი რაც ხდებოდა აქ და როგორ იწოდა სოფლები. რატო აღიზიანებს ხალხს, რომ ვითომ ომი ჩვენ დავიწყეთ ქართველებმა და სააკაშვილმა. ხალხის გაღიზიანება მეტი არაფერი. გავრცელებული ინფორმაციით მერეთის შემდეგ ქართული ოცნების ლიდერებს მოსახლეობასთან შეხვედრა კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე კიდევ ერთ სოფელში, დირბში უნდა გაემართათ. შეხვედრა აქაც ჩაიშალა. ივანიშვილი დირბის შესასვლელამდე მივიდა, თუმცა მისი კორტეჟი რამდენიმე წუთში უკან გამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით ოცნების ლიდერს დირბის მოსახლეობის მისდამი ნეგატიური განწყობა წინასწარ აცნობეს, რის გამოც ოლიგარქმა მათთან შეხვედრა აღარ ისურვა. გუჩი რომ მოსულიყო ბრეთიდან ის აქ საერთოდ არ უნდა მოეშვას და არც ამოუშვეს კიდევაცა. იმიტომ რომ არ იყო ღირსი ის კაცი აქ მოსულიყო. სად იყო მაშინა? როცა ცეცხლები გადადიოდა მართლა და დაფანტული იყო ხალხი. ველოდებოდით ივანიშვილი უნდა შემოსულიყო, მაგრამ სოფელმა არ მიიღო. ივანიშვილი იმის გამო რომ ჯერ ერთი კმაყოფილები ვართ ჩვენ ამ მთავრობის, ვინც არის სათავეში. ჩვენი პრეზიდენტის და რა ვიცი. სოფლის მეტი წილი მოსახლეობა კმაყოფილი არის და არ უნდათ ივანიშვილის შემოსვლა. დირბის მაცხოვრებლები ივანიშვილის მიმართ მერეთელების ნეგატიურ განწყობას ბუნებრივად თვლიან. დირბელებს მერეთელების მსგავსად ივანიშვილთან ერთი შეკითხვა აქვთ: თუ სად იყო ის ომის დროს? ადგილობრივები ოცნების ლიდერს მისი ცნობილი განცხადების გამოც აკრიტიკებენ. მილიარდერისგან განსხვავებით დირბელებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომის ინიციატორიც და აგრესორიც. ქართულმა თარემ დაიწყო საომარი მოქმედება. მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს,
ვისაც თქვა ეს საწენად მიგაჩნიათ და შეგახსენოთ პროცესი როგორ ვითარდებოდა, გახსოვთ რომ ლიაყისოფლები იმობოდა გაუგებარი ფორმირებებისაგან ოსეთის მხრიდან ის რომ სოფლიოში ყველაფერი კარგად იცის. მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. და ესე გამოგცემ დაახლოებით სააკაშვილი ესე გამოგცემს რომ ომი დაიწყო რუსეთმა. საქართველოს ომი არ დაუწყია, მე ჩემი გლეხური აზრითა. ომი დაიწყო რუსეთმა. გინდა აიტყობიან ფრქვევიც მესროლონ და ესა მარტო მე კი არ ვიცი. თელმა საქართველოს იცის და თელმა რუსეთმა თვითონა ძალიან კარგად იცის. ომი ვინ დაიწყო და ვინ არ დაიწყო. არ დახმარება არ სჭირდება ივანიშვილის ჩვენ საქართველოს მე მგონი რა ვიცი მე ჭირდებათ არავის არ სჭირდება. ორი ლუკმა მექნება იმ ლუკმა შევჭამ დავკმაყოფილდები და ივანიშვილი თავის ადგილზე იყო საცა წავიდა საცა იყო საიდანაც მობძანდა პოლიტიკაში ვერ არა გარკვეული მაგრამ ეგ ნამდვილად ვიცი რომ პატარა საქართველოს იმ ხელა რუსეთის წინაშე არ გამოვიდოდა და ომს არ დაიწყებდა. შიდა ქართლის რეგიონში პოლიტიკური მარცხის შემდეგ გამართავს თუ არა წინასაარჩევნო აქციას ივანიშვილის კოალიცია ჯერჯერობით უცნობია.